Საწარმოს გახსნის შემდეგ მთავრობის მეთაური სენაკში მარულო 2016-ს დაესწრო. სამაგალოში მარულოს ტრადიციის აღდგენა სწორედ წელს დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა ცხენოსნებმა მიიღეს. პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაშიც მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა გაყიდვაც. სენაკში ჩასულმა მთავრობის წევრებმა მოგვიანებით თეატრის შენობაც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს დაიწყო. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. მეორე ეტაპზე ვართ, როდესაც შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომავალ წელს დარჩება მესამე ეტაპი, სადაც მხატვრობის კონსერვაცია მოხდება და შიდა დიზაინის სამუშაოები. სენაკის შემდეგ პრემიერ-მინისტრი აბაშას ესტუმრა, სადაც პროგრამის საწარმოი საქართველოში ფარგლებში გახსნილი მორიგი საწარმო მოინახულა. ჯორჯენ ბეიკერი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 730,000 ლარში ადგენს, გასული წლის მეორე ნახევარში ამოქმედა და ამჟამად რამდენიმე სახეობის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს. ამ ეტაპისთვის საწარმოში 54 ადგილობრივია დასაქმებული.